დავამშვიდობთ. როგორ ხართ? მე ნორმალურად ვარ. ეხლა მოვედი სამუშაოდან, იმიტომ რომ სამსახური მე აღარ მაქვს. ეს რა არის გაჯობი გისვია ოსახზე? მჟავები. ხათოს მჟავები, იმიტომ რომ სახე ამიყვავდა. არ ვიცი, როგორ დამაყარა. და რატო დამაყარა, ეგ ვიცი. ჩემ საკვებ რაციონს გადაგუხვია. ჭამე გოზინაყი ძალიან ბევრი მზეს უმზირა, ანუ ახალ წელს რაც არ ვჭამე, ვჭამე ეხლა. ფაქტი, სახეზია. დავლიოთ ყავა. მე ამას კაფსულებს გამოვწრუპე. და აღარ მიყიდია ჯერჯერობით. ამიტომ ჩვენი მოფქული ყავა მივირთვათ და ჩავჭორავთ. რამდენი ყავა არ მინდა. კოზიც არ მქონია. დღეს არის 18 იანვარი, რაც იმას ნიშნავს, რომ მილია უკვე ნახევარი იანვარი მეტი. ჩაიარა ჩემმა დეკლარაციებმაც. ჩემი სამსახურისთვის ცუდი თვეა. შემცირებულია შეკვეთები. მაგრამ ღმერთს მადლობა იმდენი შემოდის, რომ ამთვის ხარჯები გადავფარე. მივეძაღლე ეს თვეც. თებერვალმა თავის თავზე თვითონ იფიქროს და ინერვიულოს და სადამ ორი ხელი მაქვს და ორი ფეხი. შეიძლება სადმე გამიჭერდეს, მაგრამ ცოტაზე გამიჭირდება და იქაც გამოვეგები აუცილებლად. უფულო. ბევრს ვისვენებ, ოღონდ იმდენად ვიღლები, რომ ვისვენებ წვები და არ ვდგები. გუშინდელი დასვენების დღე გამოვიყენე იმაში, რომ ჩემს ეკას აქვს დაბადების დღე, რომელსაც ეხდის ხვალ და მე ხვალ მუშაობ. ვიმედოვნებ, რომ თავში გაჯიანი არ მოვხვდები ეკას დაბადების დღეზე, რომელიც ძალიან მიყვარს. ჩემმა ძველმა გამომწერებმა იციან და ვინც ახლები ხართ მოგიყვებით, რომ ეკა არის ჩემი შვილის ნათლია, რომელთანაც ბევრი წლები მაკავშირებს და არის თითქმის ერთადერთი მეგობარი, ვის დაბადების დღეზეც დავდივარ ხოლმე. დანარჩენი ვიმალები. ხო, ყველას ხო თავისი რაღაცები ახასიათებს, როგორც ახალი წელი არ მიყვარს, ისე არ მიყვარს რესტორნებიც. გავიქეცი გუშინ. ეკას საჩუქარი ვიყიდე. ნიკოლას უნდა და რაღაცეები და ისიც ვიყიდე, მოკლედ ვაგზალი დაღლაშქრით. თან გადავწყვიტე, რომ წავსულიყავი ავტობუსით. არა. ხო, ავტობუსით გადავწყვიტე და აღმოჩნდა, რომ მარშრუტით მომიწია. ძალიან გემრიელად კომფორტულად ვიმგზავრე, იმ თანხაზე ნაკლები, რაც პარკინგში უნდა გადავიხადე მარშრუტკაში. და მოვსრაკუნდი სახლში და მე ესე დაწექი და დავისვენე. ნიკუშას ამბებს რაც შეეხება, დაფინანსება 5 დღეში მომივიდა. ხეჩინაშვილის კლინიკაში გაუკეთდება ძგიდის, პოლიპის და კიდევ ნიჟარის ოპერაცია, რომელიც არის 45 წუთიანი ნარკოზით. იმეც ვიტოვებ, რომ გადავრჩები. და რახან ნიკოლოზი ჩემი შვილია და მის ფოტოშს ვეხდის ხრინწიანი ქათამებით მომივიდა. მისი აზრები ასე თუ ისე მესმის, როცა ეშინია მესმის ხოლმე, იმიტომ რომ თუ კი დედამიწაზე ვინმე არსებობს მშიშარა, ის მე ვარ, საკუთარი ლანდის მეშინია. ღამე რომ მეღვიძება საკუთარი სუნთქვის მეშინია.
ვერ დამიჯერებთ და სასტიკად მშიშარა ვარ. ყველა ნაბიჯის მეშინია, ყველა შექმნილი სიტუაციის მეშინია, ყველა სიახლის მეშინია, ახალი ტანსაცმლის მეშინია, ახალი შამპუნის მეშინია, ყველაფერი ახლის და ზოგადად ყველაფრის მეშინია და თქვა რომ ცოტა ხანია წავალო ერთი კვირა სკოლაში გამოვცხადდებიო, მე თამაში მაქვს და როგორც პატარძალს არაცდება ისე არაცდება, დავრეკე, გავარკვიე და კოდის მიღებიდან გავუაქტიურებელ კოდს აქვს 2 თვის განმავლობაში ვადა და უკვე ექიმთან მისულს, ანუ ოპერაციის ჩანიშვნის ვადა 1 თვეა. ხო, ძალიან ნერვიულობ მე განსაკუთრებით. არ ვიცი რა მანერვიულებს. ცოტა გიჟე ვარ. ალბათ ნიკაც ნერვიულობს. და ასე გამიქცა. ოპერაციას გააკეთებს დავით მაგრაძე ხეჩინაშვილში. დავჯდეთ, არ დამავიწყდეს, ანუ ბრახუნი აქვს, აი ბრახუნით წაგიყვან. სინათლე დამეწვა ხალხი. და მოიწვა მოკლედ 2 სანათიდან ერთ-ერთი დაიწყო, მაგრამ მე შევიძინე ძალიან ლამაზი ჭაღი, ულამაზესი და როცა შევძლებ რომ დაკიდვის დრო რომ მოვა, აუცილებლად გაგიზიარებთ, იმიტომ რომ ეხლა საძინებელში მიდევს თავით. ხო, ოპერაცია დაითვალეს 1400 ლარამდე და იქიდან 70% დამიფინანსდა, რაც რა თქმა უნდა ხელშეწყობა, მაგრამ კალკულაციაში წინასწარი ანალიზები არ შევიდა და კითხვა რომ დავსვი იქვე რიგში, ვინც ვიჯექით და ვიყავით ძალიან ცნობილ ექიმთან, პასუხი ასეთი მივიღე, რომ დაახლოებით 600 ლარი ჯდებაო. კაი დაჯდეს. მთავარი ის არის, რომ კარგად ისუნთქოს. და ხა არ ვიცი რატო გიждები და სულ ფიქრობ რომ ის წინა ანალიზებს რო გავუკეთებენ, რამე ისეთი არ აღმოჩნდეს, რაც გულს შემიკავებს და ვინც მიცნობს, ჩემი მეგობრები, ჩემი საახლობლო, ჩემი და წუწუნებს იქიდან უკვე რომ ყველა მიცის რა შეგრძნებები მექნება და ყველა ირაზმება და ყველას უნდა რომ ჩემს გვერდით დადგეს ოპერაციის პერიოდში, მაგრამ არავინ არ მყავს, მე მყავს ერთი ადამიანი, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის და რომლის იმედით სულ მაქვს და ის იქნება ჩემთან ერთად. ხო, ჩემ საქმიანობებს რაც შეეხება, სამსახურის ძალიან ბევრ გამოცდილებას ვიძენ გზადაგზა, ძალიან გემრიელ SMS-ებს ვხებულობ, ბევრ ემოციას ვიღებ იმასთან დაკავშირებით, რომ მოსწონთ 2024 წელი ჩაიხურა იმით, რომ იმდენად ბევრ შეკვეთას ვიღებდი, რომ მე შემდგომ ცოტა არაპროდუქტიული გავხდი, რაღაცები გვრჩებოდა. უკვე ის დროა, რომ გავიზარდო თებერვლიდან. როცა დიდი სახლის შეკვეთები შემოდის, ხვდები, რომ რესურსი არ მაქვს, ანუ როცა შეიძლება რომ 2 დღეზე არ გადაანაწილო და რამე არ დაკარგო, მინიმუმ 2 გოგო კიდევ მჭირდება, რომელიც შერჩეული მყავს, უკვე გაიარეს თვითონ დამიკავშირდნენ და რა თქმა უნდა, ორივეს წავიყვან და გავტესტავ. 4 დამიკავშირდა და იმ 4-დან 2-ს აუცილებლად ავარჩევ და 2-ს რეზერვში ჩავისვავ. და კიდევ ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც გული გამითბოდა ძალიან დამაიმედა იმაზე, რომ მე თქვენს იმედებს ვამართლებ და კარგი დედა ვარ. და დამოვიკა.
და დათააპირებდა თებერვლის დასაწყისში შემოთავაზება ქონდა საბერძნეთიდან მოგეხსენებათ და სულ კურორტებია და ძალიან ბევრი კვადროებია. იცით რომ მანქანათმშენებლობა დაამთავრა და მე-9 კლასიდან ალბათ მოპედებით რო დაიწყო გადავიდა კვადროებზე და მანქანებზე და მუშაობს პირველ კურსიდან შარშან ჩააბარა წელს ჩავაბარეთ ინფორმატიკაზე, მესად ჩავაბარეთ დათამ ჩავაბარა. ანუ მეორე პროფესიას ეუფლება, მაგრამ მუშაობს მანქანების ხელოსნად. ხო. ხო და მეთქარი მე გიყიდით თქო, ბილეთს თქო და ნახეთ თქო. და პასუხი მივიღე ასეთი რომ ჩემს სამსახურში დასაშვებია თავისუფალი გრაფიკით მოძრაობაო 10 დღე მე შენს გვერდით ვიქნებიო და 10 დღე ჩემს სამსახურში ვიქნებიო და ეს იყო ის ტუსკოზირი რომელსაც მე ველოდებოდი. ყოველ შემთხვევაში არ მწყინდა რომ მიდიოდა, იმიტომ რომ მე ვიაზრებ რომ ჩემი შვილის არც ერთი შვილის ცხოვრება, ჩემი ცხოვრება არ არის, როგორც ჩემი ცხოვრება, ჩემი შვილების ცხოვრება არ არის. უბრალოდ ჩვენ ერთმანეთს ძალიან მოვფრთხილდებით, ძალიან გვერდში ვუდგევართ და ძალიან მეგობრობთ. და არ ვაპროტესტებთ, მაგრამ ვერ დაგიმალავთ და გულის კუთხეში ვფიქრობდი რომ როგორ ვიქნებ მარტო. როგორ შევძლებ, იმიტომ რომ დათა არის ჩემი ზურგი, 3 თვეში ერთხელ ჩამოდის, თუ თვეში ერთხელ ჩამოდის, სახში რა პრობლემაც არის, კაცია და წყვეტს. აკეთებს ერევა. აი ხა მაგალითად ჭაღია შესაძლებელი ქორთუკების დასაკიდებელი ვიყიდე, მაგრამ ნუ ვერ ვაკეთებ. ამისთვის ვერ მოვიყვან ხელოსაც თითო წერტილი ღირს 200-300 ლარი და რატომ უნდა დავიხარჯო, როცა ვიცი რომ როცა ჩამოვა ამას გამიღიმებს თავისი ლამაზი თვალებით და შეხტება კიბეზე და გამიგეთებს. ხო და ის არ მიფიქრია რომ მე ჩემს საქმეში მარტო ვრჩები, იმიტომ რომ ნებისმიერ ადამიანს გადავხვდი ფულს და ის ჩემს გვერდით არის, როცა მეც ჩემ ბიზნესში ვარ და ჩემ საქმეში ვარ, კონტროლის მექანიზმი როცა მაღალია, როცა იქ ხარ და ჩემი გადმოსახედიდან არის ხოლმე. ანუ და ჩემი თანამშრომლის გადმოსახედიდანაც, რა თქმა უნდა, ანუ მიბრუნება საქმესთან რეზულტატი მინდა მაღალი. და არ მიფიქრია რომ ის ვალდებული იყო რომ ჩემს წამოწყებულ საქმეში გვერდში დამდგომოდა. არასდროს არ მიფიქრია. უბრალოდ იმას ვფიქრობდი რომ მოეწონოს და წავიდეს მე როგორ ვიყო თქო. ხო, რაღაც ესე გადაწყდა. და მე კითხვა დავუსვი რომ ალბათ ნიკაც უნდა წარმოვიყვანოთ თბილისში, რატო? ასეთი პასუხი მივიღე. ნიკა ძალიან დიდი ბიჭია, იქნება სემესტრიც გავაჩეროთ იქეთ. და ის 10 დღე ძალიან კარგად იქნება დამოუკიდებლად სახში, ცოტა მეშინია მე, მაგრამ არ ვიცი რა გადაწყვეტილებას მივიღებ, იმიტომ რომ 18 წლისას დატოვებ თუ 15 წლისას ერთი და იგივეს გააკეთებს ადამიანი. და ადამიანმა უნდა ისწავლოს დამოუკიდებლობა, ადამიანმა უნდა შეძლოს თავის პირადი ჰიგიენის მოგვარება, პირადი სივრცის მოწესრიგება, პირადი ცხოვრების ზოგადად, ანუ ადაპტირდეს თავის ცხოვრებასთან მარტო და ვნახოთ როგორ იქნება რა, ზუსტად არ ვიცი, ანუ ნიკუშას თემა ჯერ ჩამოყალიბებული არ არის. თებერვლიდან ველოდებით შეკვეთების გაზდას, ორგანიზაციის გაზდასაც ვაპირებ, უკვე დავიწყებ ნიკას ოპერაციის მერდანაზოგის გაკეთებას, რომ შემდეგი აპარატურა ჩავაყენო და წინ მივიწევ იმისთვის, რომ მომწონს, ძალიან მომწონს, რომ არავინ მედირექტორება არ მაქვს ხელფ 100, რომელიც მთელი თვე ველოდებოდი. არ იმდენად მარტივია აპარატურებით მუშაობა და იმდენად სასიამოვნოა და იმდენად ხელი გეწაფება. ანუ ესე რომ განაცხადე მე თავი განაცხადი რომ გავაკეთე რომ მე დავაგება ვიცი.
და დავიწყე ნოემბრის 30-ში. იმდენი გაკვეთილი გამოვიარე, იმდენი რამე ვისწავლე, იმდენ რამეს შევხვდი და ყველაფერს უნდა სწავლა. თან აქაც ვირჩევ, აუცილებლად ავირჩევ რემონტის შემდგომ დასუფთავებას, იმიტომ რომ ძალიან კარგი შედეგი იდება. შენ როცა სწორად შეგიძლია ლენტი ახსნა, შენ როცა სწორად შეგიძლია რომ ფანჯარა ჩამორეცხა, ისე რომ არ ქონდეს არც მინაპაკეტს ნაკაწრი და არც ჩარჩოს, შენ თუ შეგიძლია რომ მინაპაკეტებიდან ცელოფნები ისე ამოჭრა, რომ არ დააზიანო არაფერი, შენ თუ შეგიძლია რომ სამზარეულოს ისე აუშვა გარეთ აშეფუთვა, რომ წებოები არ დარჩეს, ყველა სტიკერი, ანუ ვერ წარმოიდგენთ ხალხს, სადაც ახალ სამზარეულოს შევხვდი, ყველა თითო განყოფილებაში 8-20 სტიკერია და არის სტიკერები, რომელიც მარტივად ხელგეწიფება რომ მოხსნა, ანუ მოხსნე, მაგრამ არის სტიკერები, რომელიც არ წვრება და ამ დროს არის სპეციალური სპრეი, რომელთაც უნდა ჩაალბო და მოკლედ მთელი ხრიკები და ლაიფჰაკები ხდება და ანუ ძალიან დავიხვეწეთ, ანუ ეს ბევრი შეკვეთამ გამოიმუშავა ის, რომ მიუხედავად იმის, რომ გადავიწვი დადო კარგი რეზულტატი იმაში, რომ რაღაცას რო შევხედა, უკვე ვიცი, იქ რამდენი დრო დამჭირდება. ეხლა დავიწყე ესე გამომუშავება, რომ აი შევდივარ სახლში და ვამბობ, რომ მე ამ სახლიდან ჩვენ მე და ჩემი თანამშრომელი გავალთ 6 საათში და დედას გეფიცებით ზუსტად 6 საათი მჭირდება ხოლმე და იმდენად მახარებ ჩემი წინ წარდგმული ნაბიჯები, ანუ ტესტავ ძალიან ბევრ ხსნარს, რომელი უფრო კარგად მუშაობს, რომელი ტილო უფრო უკეთესია და მოკლედ, კარგად ვერთობი. ვარჯიშობ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, რომ ეს ჯდომარე აქციის ჩემი იმ დღეს 15-ში რომ დავჯექი დილით 7:30 იყო, რომ ავდექი და წყალი დავალია და ეს გრძელდებოდა ჩემს ცხოვრებაში 2000 ბუღალტერი არ ამნიშნულობა აქვს, სადღაც 2025-დან ვზივარ. და ხო, რამე მომწონს ჩემი გადაწყვეტილება, მივესალმები ჩემ თავს ვუწონებ და ეს ის პერიოდია, როცა გიყვარდება შენი გაკეთებული საქმე რა, თან ძალიან შენი როა და ყველაფერი შენი როა, სახელი შენია, ფული შენია, ჩემი არ არის, რა თქმა უნდა, ის ნებისმიერი საქმე პირობითად თუ ღირს რაღაცა ესეთი რო აგიხსნათ, როგორ ვაკეთებ პატარა საქმეებს, როცა მინიმალურია თანხა, მაგ შემთხვევაში შუაზე ვუყობ ჩემს თანამშრომელს და ეს არის ჩემი უპირობო გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ის ამას ნამდვილად იმსახურებს და მე მის გარეშე ამ შედეგზე ვერ გავიდოდი. მაგრამ როცა არის თანხა ცოტა მეტი, ანუ ნებისმიერ ასეთ თანამშრომლებს დაავადების კომპანიაში აქვს 80 ლარი. მე ვაძლევ 100 ლარს. როცა რემონტის შემდგომ მუშაობ და თუ ძალიან დაწვრთულია 150-საც ვაძლევ, თუ ისეთია 130-იც მივიცი. მოკლედ, როცა როგორ ვფიქრობ, მაგრამ უყურეთ როგორ არის. ანუ ერთი წელი ჩვენია ჯიბაში. ერთი წელი აპარატურის არის, იმიტომ რომ ეს აპარატურა ცდება. იხდის თავის სესხს. და იქ მოიაზრება კიდევ ხსნარები და ტილოები, რომელიც კვირაში ერთხელ მჭირდება და ეხლა აღმოჩნდა, რომ კიდევ ბევრი რაღაცები მაქვს დასამატებელი. და ერთი თანამშრომელს. ნებისმიერი საქმე ასე არ გაიყოფა. დანარჩენი დამატებითი თანამშრომლები იქნებიან ცოტა სხვანაირად მოჭრილ ხელფასზე დღიურად, როგორც არის ყველგან, მინიმალური დაემატებათ. მაგრამ ეს გოგონა, რომელიც ახლა დამყავს, ან დათა იქნება სავარაუდოდ, დათა როცა არ იქნება ეს გოგონა იქნება, უხელმძღვანელებს ერთ ჯგუფს, სადაც ანუ თვითონ აიღებს მეც და დამხმარეს მისცემს მოჭრილ ხელფასს. და იმ საქმიდან დარჩება მხოლოდ აპარატურის თანხა. მე სადაც ვიქნები და ჩემი შრომა გაიწევა, იქ მე
მივცემ თანამშრომელს მოჭრილ ფას და იქიდან წარმოვა კიდევ აპარატურის თანხა და კიდევ ჩემი თანხა. და ესე დაიფარება სესხი და შემდეგი სესხი იქნება ახალი მანქანის, რომელიც ძალიან მჭირდება. ახალ მანქანაში ამ აპარატურებს არ ჩავალაგებ. ზიზია მანქანა იქნება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ან თუ დიდი საბარგული აქვს და თუ ჩამეტება საბარგულში რატომაც არა. სამაგეროთ თმა შესაღები მაქვს, წარგი გამოსაქმნელი მაქვს. ფრშხელები როდის გავიკეთე ხო გახსოვთ? ვიღაცა მარაზმულად იცის. მაგრამ მაინც ძალიან კარგია ვარ სახლში. მინდა ავიღებ შეკვეთას. არ მომიწონება ადამიანი. არავიღებ შეკვეთას. მინდა მქონია შემთხვევა, როცა მივსულვარ და ობიექტიდან გამოვსულვარ, იმიტომ რომ მინდა მინახია, მიგრძნია იქ ისეთი დამოკიდებულება, რომ ჩემ გაჩერება არ შეიძლებოდა, თორემ იქვე მივალა უშმოვდი ვინმეს. გამოვსულვარ, მithქვამს, რომ აღარ გავაკეთებ ჩვენი კომპანია ამაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს, გამოვსულვარ. მქონია ისეთი შემთხვევები, როცა მიდივარ ძალიან გვეფერებიან, მათ მილიონ მადლობას გვიხდიან და ფრენდ გამოვდივართ ხოლმე და როცა მარტო მან წერენ, აუცილებლად ვუგდებ ხოლმე ჩემს თანამშრომელსაც, იმიტომ რომ ის მასაც ეკუთვნის და თვითონც დაიმუხტოს ისე როგორც საჭიროა. წავედი ახლა მე ძალიან ბევრი დილაქლაქე. ყველაფერი მოგიყევით, რაც აქამდე ხდებოდა, რაც მიგუძნია, რაც შევიგრძნე და არჩენი წევარ, სკროლავ, რაიმე საინტერესოს უყურებ, მეცადინეობ, ვკითხულობ და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი ვიდეოს ყურება მიწევს იმისთვის, რომ რაღაცა უფრო მეტი გავიგო აპარატურებზე, რაღაცა უფრო არასტანდარტული შევთავაზო და ახალი იდეა მაქვს აღმოვაჩინე ბოდიშ გიხდით დანადგარი, რომელიც ჩემთვისაც ძალიან ესეთი იქნება გამოსადეგი და რა თქმა უნდა იმ სახლისთვის, სადაც შევალთ, არის გასასუფთავებელი, რომელიც დაახლოებით $280 ღირს და ეს არის ჩემი მიზანი, რომ ჩემ რეკლამაში იყოს ის ჩადებული, რომ ჩვენ თვითონ არ ვისუნთქებთ და არ ვისუნთქებთ სხვასაც და რაც არ უნდა ეკოლოგიური იყოს, რაც არ უნდა ბიოხსნარი იყოს, ჯერაც ერთი ბიო და ეკოლოგიურად სუფთახსნარი თავის შედეგს ვერდებს და ჩემი ამდენხნიანი ოჯახური დიასახლისობიდან გამომდინარე ეს გააზრებული მქონდა და ეხლა კიდე დავტესტე და აბსოლუტურად ნოლია და არ მუშაობს. თუ არ შეიცავს ძალიან ბევრ ქიმიას, როგორც არის დომესტოსი, სიფი, როგორც არის ბაგის პროდუქცია, როგორც არის ყველაზე გაჯერებული ქიმიური პროდუქციები, იმ შედეგს ვერ იღებ, რაც გინდა, რომ აიყო, იმიტომ რომ მექანიკური ხეხვით და მექანიკური ესეთი მოძრაობებით შეიძლება ყველაფერი დააზიანო, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობ რომ ხსნარმა იმუშაოს ორთქლის აპარატთან ერთად და მოკლედ რა ძალიან ჩართული ვარ და ძალიან მიხარია, რომ ძალიან ბევრ ახალ რაღაცებს ვსწავლობ გზა და გზა. ხო და მინდა რომ ჩემს კომპანიაში იყოს ესეთი აპარატურა და ჩემთვისაც ხელი იქნება და ვისაც დაჭირდება ჩემი მომსახურება იმისთვისაც. დავიდი ახლა მე ხვალიდან დღეს შევეცდები რომ დილიდან გადავიღო. Იმიტომ რომ ეკას დაბადების დღიდან მიყვარს რომ მინდა ხოლმე რომ მთლიანი დღე იყოს აღვიჭდელი და შევშენდელიც დევს და მე მგონი შევშენდელიც და იმის წინდელიც. ხო და წავედი მე თქვენ ბედნიერ შავად საღამოს გიტოვებთ, მეყვარხართ, გეფერებით და ეს მჟავები შემახმა ამოვთეთრდი, ამოვხმი და ჩემი გამონაყარიც გახმა.